ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო, რომ მუდამ კრეატიულ პროექტებს აშუქებს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. უფროსი თაობისადმი დიდი პატივისცემა და დაფასება, რომ გვაქვს, არც ეს არის რიცხვა მაყურებლისთვის. ტრადიციულად ჩვენი ტელევიზია 2 საათით ადრე მივიდა რუსთაველის თეატრში. სარეპეტიციო სამზადისი, ემოციები, ფოლკლორის ენი. სწორედ ეს იყო ჩვენი ობიექტივის კადრები. საკონცერტო სამზადისი მიმდინარეობდა, ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ლელა სვირფასი მეგობარი, საგრიმიეროში ვიხმეთ და საიუბილეო მილოცვა ჩავწერეთ. ჩვენ ვიმყოფებით რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, სადაც ტარდება განუმეორებელი თუშური მელოდიების შემსრულებელი ლელა თათარაიძის საღამო. ამ საღამოზე მონაწილეობს ძალიან არაჩვეულებრივი კოლექტივები, მომღერლები და მოხარული ვარ, რომ მათ შევხვდი ახლა დღეს დიდი ხანია მე მათ არ შევხვედრება და მიხარია რომ დღეს აქ ვარ, მინდა ლელას მიულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, საიუბილეო თარიღი და უსურო ჯანმრთელობა. ამავე დროს მინდა მიულოცო მის ოჯახს, ლელას იუბილე, მის დას ეთერ თათარაიძეს, მის სიძეს ამირან არაბულს და მის ოჯახს,
არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს ლელას და მინდა წარმატებები უსურვო. თქვენი ჩართულობა როგორ გამოიხატება ამ ღონისძიებაში? ის რომ მეგობარი ბრძანდებით და მეგობრის სტატუსით ძალიან დიდი ხანია ამასთან როგორც კოლეგა, როგორც თანამშრომელი, როგორც ვიცი სტუდენტობაც ერთად გვაქვს გატარებული, ამის გარდა დღეს რა სტატუსით გიხილავთ მაყურებელი თქვენ? დღეს არ ვიცი ჩვენ ტრიო გქონდა და ეხლა აღარ გვაქვს ტრიო, იმიტომ რომ მან შექმნა არაჩვეულებრივი კვარტეტი კესანი და ტრიო აღარ ვართ, მაგრამ მაინც მის საიუბილეო საღამოზე სურვილი ქონდა რომ ჩვენ შევხვედროდით ერთმანეთს და ანუ თქვენს ნომერსაც ვიხილავთ. დიახ, მიიღო მონაწილეობა. ძალიან კარგი. წარმატებები და მოდით შევუერთდეთ კონცერტს, ხო? წამზომი ჩაერთო. ფარდა დაეშვა. დარბაზში მაყურებლის შემოდინება და ხმაურიანი ფუსფუსი არ წყდებოდა. სრული ანშლაგი. გადასვებული დარბაზი და პირველი ნომერი, რომლითაც ღონისძიება დაიწყო.
მისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ეს კულტურის სამინისტროს მიერ ხარდაჭერილი ფოლკლორის ცენტრის ეს არაჩვეულებრივი იუბილე მე მერგო პატივი წილად რომ აქ ვდგარიყავი ქალბატონ ყველასთან ერთად. თქვენ ხართ ამაყი, მაგარი ქართველი ქალის სიმბოლო, რომლის წინაშეც მე კეცვიხრი ნამდვილად, იმიტომ რომ ასეთი დედა მყავდა, ხელოვნებას და მუსიკას ემსახურებოდა და თქვენი და ხართ სამაგალითო ქართველი ქალები, რომელზედაც უნდა ნამდვილად რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ და სწორდეთ ამაზე. თქვენ ისეთ მწვერვალზე აიყვანეთ ქართული ფოლკლორი და თუშური საშემსრულებლო ხელოვნება, რომ მე პირადად ნამდვილად გონია, რომ ჩვენი დროის გმირი ხართ. მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენი თანამედროვე მქვია და შემიძლია, რომ როგორც კლერკი, უბრალო მენეჯერი გემსახუროთ. მადლობა.